ქართული ოცნება BBC-ს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოიყენებენ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რომ სიცრუის გამავრცელებელმა ეგრეთ წოდებულმა მედიამ პასუხი აგოს ცრუ ბრალდების გავრცელების გამო. საუბარია BBC-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს 2024 წელს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. მმართველი პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ BBC-ს ყველა ვარაუდი დაინტერესებულ პირთა მოსაზრებებზეა აგებული, მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც თავად მონაწილეობდნენ ხელისუფლების დამხობის მცდელობაში. დღეს დილით BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც არაერთი აბსურდული ცრუ ინფორმაციის გარდა არის ბრალდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ თითქოს კანონსაწინააღმდეგო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოძალადე მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. ცხადია, Deep State-ის პროპაგანდისტულ იარაღად ქცეულ ეგრეთ წოდებულ მედიას მძიმე ბრალდების დასამტკიცებლად არანაირი ფაქტი არ აქვს წარმოდგენილი. უფრო მეტიც, ყველა ვარაუდი აგებული აქვს კონკრეტული პირების მოსაზრებებზე, მათ შორისაა ექიმი ჩახუნაშვილი, რომელიც საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა, ხოლო მისი ოჯახის წევრი მამა გიორგი ჩახუნაშვილი პირადად მონაწილეობდა 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის პროცესში და ფიზიკურად შეიჭრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში. გარდა ამისა, სტატიაში ძირითადად საუბრობენ დაინტერესებული პირები: გიგაური, ბრალდებული ხასაია, ბრალდებული შაიშმელაშვილი, მჟავდებული ბაჩიაშვილი და სხვა მსგავსი პირები. ქართული ოცნების კომუნიკაციების სამსახურს სტატიის გამოქვეყნებამდე აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა გამომძიებელ ჟურნალისტ. აბსოლუტურად ყველა შეკითხვაზე, რომელიც BBC-მ მოგვაწოდა, მომამზადეთ სრულყოფილი პასუხები და პუნქტობრივად დეტალურად დავაკმაყოფილეთ ბრიტანული მედიის ინტერესი. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში აღნიშნული მედია არაერთ სკანდალში გაეხვა, არაერთხელ დაუდასტურდა სიცრუის გავრცელება და ამის გამო მაუწყებელზე ტოპ მენეჯმენტიც კი შეიცვალა, ჩვენი პასუხის დასაწყისში დავაყენეთ მხოლოდ ორი პირობა. სრულად გაეშუქებინა ჩვენი პოზიცია. შევთავაზეთ ჩვენ მიერ გაგზავნილი თითოეული სიტყვის მტკიცებულების მიწოდება. პარალელურად კი მოვითხოვეთ, რომ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის დაცვით ყველა მსჯელობა, რაც სტატიაში იქნებოდა წარმოდგენილი, დაფუძნებული ყოფილიყო მხოლოდ მტკიცებულებებზე. სანაცვლოდ მივიღეთ სიცრუის კორიანტელი მძიმე ბრალდებები ხელისუფლების მიმართ, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, დაინტერესებული პირების მონათხრობზეა აგებული და ცხადია, არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რამდენიმე კვირის წინ BBC სკანდალში გაეხვა, როდესაც ეგრეთ წოდებულმა მედიამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უხეშად დამონტაჟებული ინტერვიუ გაავრცელა, სადაც შეცვლილი იყო საუბრის კონტექსტი და შინაარსი. ამ მანიპულაციის გამო მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობები დატოვეს. თუმცა ეს უფრო ჰგავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის კოჭის გაგორებას, ვიდრე შეცდომაზე პასუხისმგებლობის აღებას. BBC-ს რომ ბინძური დაკვეთების შესრულებასა და სიცრუის გავრცელებაზე არანაირი მორალური თუ პროფესიული დაბრკოლება არ აქვს, ეს დღეს გამოქვეყნებული სტატიიდანაც კარგად ჩანს. ხოლო მათი მენეჯმენტის ცვლილება გვაგონებს ბრიტანეთში ბოლო წლებში რამდენიმე პრემიერ-მინისტრის ცვლილებას, რასაც ამ ქვეყანაში არათუ ძირეული ფასადური ცვლილებაც კი არ მოჰყოლია და შედეგად Deep State-ის მართული ერთი მთავრობა მეორემ ჩაანაცვლა. იმის გამო, რომ ერთ დროს ავტორიტეტულმა მედიამ, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველების პროპაგანდის იარაღად არის ქცეული, საჯაროდ გაავრცელა ცრუ ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ ბრალდებების დასამტკიცებლად თუნდაც ერთი მტკიცებულებაც კი არ მოიყვანა სტატიაში, იმის გამო, რომ ტყუილებზე აგებული ეგრეთ წოდებული ჟურნალისტური გამოძიება ძირითადად კრიმინალების მონათხრობზე აგებული და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. იმის გამო, რომ BBC-მ ყველა კითხვაზე მიიღო ამოწურავი პასუხი და სტატიაში დასაბუთებული პასუხების 1%-იც კი არ გამოაქვეყნა, იმის გამო, რომ ეს ბინძური პროპაგანდისტული მასალა არის მცდელობა ჩირქი მოსხონ საქართველოს მთავრობას, ქართულ პოლიციას და რაც მთავარია საქართველოს სახელმწიფოებრიობას მივიღეთ გადაწყვეტილება ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში. გამოვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რომ სიცრუის გამავრცელებელმა ეგრეთ წოდებულმა მედიამ პასუხი აგოს ბინძური ცრუ ბრალდებების გავრცელების გამო. ასევე სრულად გთავაზობთ სტატიის გამოქვეყნებამდე BBC-ს მიერ მოწოდებულ კითხვებს და ჩვენ მიერ გაგზავნილ პასუხებს.